Აპირეთში გადაცემის შემდგომ სტუმართან ერთად დავბრუნდით, რომელსაც სიამოვნებით წარმოგიდგენთ საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი, პროექტი ციფრული ფოტომატიანის ხელმძღვანელი ქალბატონი რუსუდან ასათიანი შემოგვიერთდა და მოგესალმებით ქალბატონოსთან, მადლობა მოგზაურობისთვის. დილომშვიდობის რუსუდან. მოგესალმებით. ჩვენ უკვე შევხვდით არც დიდი ხნის წინ პრინციპში ერთმანეთს დავისაუბრეთ აი ამ პროექტის შესახებ, თუმცა მართვის ვინც ნაკლებად იცანდა, ვისაც საერთოდ არ სმენია თუ რა პროექტზე უნდა ვისაუბროთ ახლა, კიდევ ერთხელ რომ მოგვიყვეთ, რას ემსახურება ეს პროექტი, რა მიზანს და როდიდან ხორციელდება იგი? კი ბატონო, ეს პროექტი ციფრული ფოტომატიანე გულისხმობს ოჯახებში დაცული ფოტოების ციფრულ ფორმატში გადაყვანას და მათ განთავსებას ციფრულ ბიბლიოთეკაში. ასევე მათ ხელმისაწვდომობას სოფლის ნებისმიერი წერტილიდან. მოგეხსენებათ, რომ ფოტოები ძალიან აძულად ექვემდებარება ცვეთას, ძალიან ხშირად იკარგება ოჯახებიდან. ჩვენ ესეთი შემთხვევებიც ჰქონდა, რომ როდესაც გარდაიცვლება ადამიანი, მის ფოტოებს საფლავში აყოლებენ, არსებობს თქვათ ესეთი რაღაცა წესი, განსაკუთრებით სოფლებში. ფოტოებს კი ტანსაცმელს აყოლებს. ან უბრალოდ ყრიან ამ ფოტოებს და ძალიან ხშირად იკარგება. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რომ ოჯახებში დაცული ისტორია, ეს ერის მეხსიერება გაციფრდეს და გადაეცეს მომავალ თაობებს. ეს პროექტი დაახლოებით მეორე წელია უკვე ხორციელდება ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ. საბიბლიოთეკო ასოციაციის და ჯეოსელის პროექტი და უკვე კარგახანია ჯეოსელი ჩაერთვა ამ პროექტში და ძალიან გვეხმარება, იმიტომ რომ ჩვენ უკვე თბილისს გავცით და გავდივართ რეგიონებში, სოფლებში დავდივართ ოჯახ-ოჯახ, ვაგროვებთ ფოტოებს, ასევე მუზეუმებშიც და ბიბლიოთეკებშიც ვაციფრებთ ფოტოებს და რა ვიცი, მოკლედ რაღაცნაირად ძალიან გაფართოვდა. როგორ ხდება, თქვათ, საზოგადოება, აი სოფლებში განსაკუთრებით, თქვათ, ანუ იგებენ თუ არა იმის ან ინფორმაცია თუ აქვს, თქვათ, მანამდე თქვათ, რომ აი თქვენ უნდა ჩახვიდეთ და ეძებთ ფოტოებს, ძველ ფოტოებს, ან როგორ მიდის ეს ინფორმაცია, თქვათ, სოფლის მოსახლეობასთან. თვალსა ოჯახ-ოჯახ. ინფორმაციის გავრცელებაშიც გვეხმარება, რა თქმა უნდა, ჯეოსელი, ადრეს უფრო რთული იყო ჩვენთვის, იმიტომ რომ ხო ჩვენ მაინც ბიბლიოთეკარები ვართ და ვაკეთებთ ჩვენ საქმეს. ჯეოსელისთვის მარტივია. ჯეოსელის მეშვეობით უკვე თქვა დაიბეჭდა სხვადასხვა ტიპის სარეკლამო ბროშურები, გავიდა ინფორმაცია ტელევიზიით და ისედაც ჩვენც ვრეკავთ ყველგან გვეხმარება ადგილობრივი მთავრობა, ვრეკავთ ბიბლიოთეკებში, ბიბლიოთეკები არის ჩართული აქტიურად ისინი აგროვებენ მოსახლეობაში და აი ესე რა ვიცი, ყველანაირი საშუალებებით ვცდილობთ, რომ გავავრცელოთ ინფორმაცია, თუმცა მაინც ხა ყველგან რა თქმა უნდა ხმა ვერ მივაწვინეთ ჯერ, მაგრამ იმედი გვაქვს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ ხვდება ამას მოსახლეობა, გააჩნია რეგიონს. რომელი რეგიონები მოიარეთ უკვე? არ კონკრეტდები, მაგრამ იყო რთული რეგიონები ძალიან და იყო ძალიან ესე ვთქვათ მარტივი, იმ მხრივ რომ ვთქვათ ზოგან ძალიან უხარია, ზოგან ვთქვათ უფრო რთულია ახსნა, რა თქმა უნდა, თუ არა ხო აი მიზანს აი ამ პროექტის ვთქვათ, რამდენად ხვდებიან და მათთვის რამდენად ვიღაც სამშობლო თქვა აი რა გინდა? ხო, აი ჩემი ფოტო რა გინდა? ესეთი შემთხვევები რომ აი რაც გინდა ბებია ჩემის ფოტო, მაგრამ ნუ მე რო აგვიხსნია, ან ჩვენი ხაცრით, ან ზოგადად. ხო, აქ უნდა აღინიშნოს რომ ეს ფოტო განახლებული უბრუნდება მე პატრონს ხო თუ არა განახლებული არა ზუსტად თუ ისეთი უბრუნდება პატრონს. ნუ თუ ყოველთვის დაზიანება არ ხდება. მე ვიცი რომ ზოგს აქვს ამის შიშიც ხო, რომ თქვა იმდენად დაძვირფასება ფოტო რომ ძნელად თუ დათმობს იმისთვის რომ გადაიტანონ. კი, ზოგი არის რომ არაულობს სანამ გადაიღებ, რომ მაგრამ დაზიანება გამორიცხულია. პროცედურა იქვე ხდება ხო, გადაღების პროცედურა, თქვა ოჯახშივე თუ მოგაქვთ და მე აბრუნა. გააჩნია თუ გვატანენ გვირჩევნია რომ წამოვიღოთ, მაგრამ თუ დავდივართ, თქვა მივდივართ ოჯახში და მისთან აი რა ტიპის ფოტოებს ეძებთ მაინც თუ სულ ერთია? ანუ სელექცია ფოტოების ხდება თუ რაც ხდება თქვა ძველი უკვე თქვენთვის მისაღებია ნებისმიერი სახის. იცით როგორ ადრე თავიდან დავიწყეთ აი ძალიან ძველ ფოტოებს ვარჩევდით მხოლოდ, მაგრამ ეხლა რაღაცნაირად იმდენი ინფორმაცია წამოვიდა. აი მაგალითად ასეთი ფოტო. ეს სულ მოძიებული ფოტოებია ალბათ, ხო? ეს ახლა ხანს ვიყავით ყაზბეგში. და იქიდან ძალიან საინტერესო ფოტო მასალა დაგვხვდა იქ და არის მრავალი არა მხოლოდ თქვათ ეს იყო ყაზბეგის მუზეუმის ფოტო პირველი რომელიც იყო და არის დანარჩენი თქვათ
ეს უკვე ოჯახები და ესაც ყაზბეგის მუზეუმის ფოტოა. ანუ იმის თქვა მინდა რომ ნებისმიერ ადგილას შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან საინტერესო მასალა. შეიძლება თვითონ მფლობელი ვერ აღიქვავს ასე. მაგრამ რეალურად ეს არის ყოველდღიური ისტორია, რომელსაც ჩვენ თვალით ვხედავთ, ხო? რუსუდან, აი ჩვენ კიდე ის თაობა ვართ, სადაც სხვაგვარად ხდებოდა, ხო? ჩვენ თვითონაც გვაქვს შავ-თეთრი ფოტოები. დღეს ეს ყველაფერი გაცილებით წინ არის წასული. აი მე აღარ გვეჭდავთ ფოტოებს. აღარ გვეჭდავთ, ხო? არ გიკითხავთ, მე მაგალითად მიკითხავთ ჩემი მშობლებისთვის, რომ აი ეს ვინ არის? ადრე იცოდნენ, რამდენიმეს დაბეჭდავდნენ, ხო? და მე ერთმანეთს შუქნიდნენ. ბევრი არის ისეთი ფოტო ოჯახში, მათ შორის ჩემ ალბომშიც, წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის. მაგრამ ბებიას და ბაბუას. აი ასეთი ფოტოც მნიშვნელოვანია, თქვა, არ იცით ვინ არის მასზე გამოსახული, მაგრამ მაინც ღირებულია. მაგრამ ლუარსაპტოგონიძე რომ არის თქვენი კვლევის კონსულტანტი, ესეც უნდა აღნიშნოთ ალბათ საქართველოს ეკономიკის ისტორიის მკვლევარი, რომელიც ცნობილი არის სიძველეების მოძიებით და შეგროვებით და ის ალბათ გამოიცნობს ხოლმე მე შემდგომ. დაადგეს ვინ არის აი ესეთ უცნობ ფოტოზე. ძალიან ძნელია ლუარსაბის აღბეჭდილი, იმიტომ რომ ძალიან მოუცლელია, მაგრამ როდესაც მოდის ჩვენთან, დავსვათ ხოლმე კომპიუტერთან და ვასწრებთ, რომ ამოიცნოს ესე იგი და ჩვენ ვიწერთ. რაც შეეხება თქვათ, აი ოჯახებში, როდესაც დავდივართ, დავასკანერებთ ამ ფოტოებს, მე დავუჯდებით იქ ამ ბებიას ამ ბაბუას არჩენ და მე ის გვიყვება, რომ აი ეს არის ეს არ მახსოვს და საერთოდ ძალიან საინტერესო პროცესია და მთელი გუნდი, რომელიც ამაშია ჩართული, ძალიან დიდი ხალისით აკეთებს ამას და ანუ ნებისმიერი ფოტო არის ღირებული და მნიშვნელოვანი. ამოუცნობი პიროვნება, როდესაც არის ფოტოზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან სამწუხაროდ, როდესაც არ ვიცით ვინ არის, მაგრამ ნუ ჩვენ ვხედავთ იმ ეპოქის ჩაცმულობას, იქ შეიძლება ინტერიერის დეტალები იყოს, როგორი იღებდნენ კიდე არა სურათებს, როგორ ხდებოდა რაღაც თავად. და ძალიან მნიშვნელოვანია ეს უწერდნენ ერთმანეთს. აი ის რომ ჩვენ ფოტოებს აღარ ბეჭდავთ, ძალიან ცუდია, იმიტომ რომ აი პორტრეტს რო გადაიღებ და მე რა აჩუქებ და დაუწერ რომ აი ჩემგან სახსოვნად რაღაც და მე აი მარად მოსაგონებლად და რაღაც ესე. აი ჩვენ ვასკანერებთ ასევე უკანა მხარესაც ფოტოს. სადაც არის წამწერა, ხო? და ასე რომ ამ ყველაფრის წაკითხვაც შეიძლება. სხვათა შორის საკმაოდ ხარისხიანი ფოტოებია რა. ამდენ ხანს გაუძლო პრინციპში და ხა კიცვეთა შეიძლება შეიძლებოდეს, მაგრამ ადრე უფრო ხარისხიანი ფოტოები იყო, ხა მეც ხომ აქვს ძველი ფოტოები სახლში და აი თვითონ ქაღალდი აშკარად ხარისხიანია. ქაღალდიც და ნუ ვერცხლზე იყო ახლა ეს ყველაფერი და ამიტომ უფრო ხარისხიანი იყო და ჩვენც ძალიან კარგი აპარატურა გვაქვს ჯეოსერვის, ასე ვთქვათ, მეშვეობით შევიძინეთ სპეციალური ფოტოსკანერები. და ამიტომ თვითონ სკანირებული ხარისხი. აი სული გამიშთა სახში როგორც კი მივალ, გამოვიღო ალბომი და გადავათვალიერო და ძველი ფოტოები მოგიტანოთ. მოგვიტანეთ აუცილებლად. ანუ ყველა შეუძლია ხო ამის გაკეთება ნებისმიერ მსურველს. თბილისში თუ როცა დაიარეთ, თქვათ აი რამდენად საინტერესო მასალა ძალიან მოიძიეთ. კი, იმიტომ რომ თბილისში ახლა ძალიან ბევრი ოჯახია, სადაც ისტორიულად მნიშვნელოვანი და ისედაც ხომ გეუბნებით რომ არ არის აუცილებელი რომ ეს იყოს ან ცნობილი პიროვნება ან დიდგვაროვანი ოჯახის შთამომავალი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვეულებრივ უბრალო ყველა ოჯახში შეიძლება იყოს საინტერესო სხვა შორის რუსუდან მე არ ვიცი ამდენად გინახავთ ჩვენს არხზე ძალიან საინტერესო გადაცემა გადის ქალბატონ ნინო ხოფერი არის მისი ავტორი და აი მე მინახავს ნუ განსაკუთრებით ამ შემთხვევაში ვთქვათ ინტელიგენტ ოჯახებში თითოეულ ფოტოს ამხელა ისტორია, ვთქვათ, აი ეს ადამიანები ყვებიან, ვთქვათ, ვინ არის მასზე გამოსახული, რა დროს არის გადაღებული, ვთქვათ, აი რა ბედი ეწია შემდეგ ამ პიროვნებას და არის ერთი დიდი ისტორია აი ამ ადამიანების ირგვლივ და ამდენადაც მნიშვნელოვანია. და სხვა შორის ამ გადაცემის ეგიდით და ქალბატონ ნინოს თაოსნობით გამოფენაც ეწყობა ხოლმე აი ამ ფოტოების, რომელიც გამოყენებული იყო, ვთქვათ, გადაცემებში. ჩვენი ალბომი ქვია თუ არ ვთქვათ. ჩვენი ალბომია, გადაცემა ჩვენ რაღაც შეხება გქონდა რაღაც პერიოდის განმავლობაში, მაგრამ შესაძლებელია უფრო აქტიური თანამშრომლობა და რა ვიცი, აი ვისაც მე მგონი დაგეხმარებათ შემოგთავაზებთ თანამშრომლობას, ასე ვთქვათ, შემოგთავაზებთ ქალბატონ ნინოს. აჰა, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და ერთობლივად შეიძლება უფრო კარგი აი რამდენი ხანი დარჩა, ვთქვათ, რამდენი ხანს გაგრძელდება კიდევ პროექტი და საბოლოოდ ვთქვათ, გამოიცემა ერთი დიდი ალბომი თუ აი საბოლოო სახე რა იქნება ამ პროცესული ვერსია განთავსდება ინტერნეტში სპროადილი. არ ვიცით, ახლა წიგნის გამოცემა კონკრეტულად რა თქმა უნდა ძალიან კარგი იქნებოდა და თუ ვთქვათ აი ჩვენერი იდეა მოგაწოდოთ ახლა ეგ ხო შეიძლება თუ გამოჩნდება ამის სპონსორი რომ ძალიან მაღალ პოლიგრაფულ ხარისხში თუ ჯეოსელი მხარში გიდგათ მე მგონი მაგრამ რაც შეეხება პროექტის დასრულებას, რაც დასასრული ჯერჯერობით ამას არ უჩანს, იმიტომ რომ სადაც ჩავდივართ ბოლომდე ვერასოდეს ვერ ვასწრებთ იქ. და ესეთი პრობლემა მაქვს, ძალიან დიდ ხანს გაგრძელდება საბედნიეროდ.
და რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში დასასრული არ გვიჩვენს ჯერ. ისე თქვა დასავლეთში უკვე გადახვედით, აღმოსავლეთი მოიარეთ თუ ესე არ დაგიყვია, ასე არ დაგიწყიათ თქვა. აი, ეხლა მაგალითად აი ვაპირებთ ამეგრელოში და აჭარაში გასვლას. ძალიან საინტერესო მოგზაურობა გემოწევა. დაწინებული ვარ. კარგით, რუსთან, მოკეთ ამოიწურა ჩვენი დრო. მადლობა მობრძანებისთვის. წარმატებებს გისურვებთ. მართლა საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია, ჩვენ ვფიქრობთ და კარგი იქნება თუ საზოგადოებაც აუღებს აღოს ამას და არ გაგიჭირდებათ, მართალი არ დაასახელეთ ის რეგიონები, სადაც ეთერს გარეთ იმედია გაგვიყვება. არ გიჩვენენ ფოტოებს, ხო? არამც თუ გამოგატანონ და გადაიღოთ ეს. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. რამდენიმე წუთში ნიკოლოზ